სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმარო და დანა, დღეს მოვდიოდი რა წირვის ჩასატარებლად და ემზადებოდი რა საკადაგებლად. ფიქრობდი, რომ არასოდეს მთელი ჩემი სამღვდელო ცხოვრების დროს ეს ამდენი არ მიფიქრია ქადაგებაზე, თუ რამე თქვა, როგორ მეთქვა და რო ვიხსენებდი, არასოდეს ყოფილა ისეთი კვირა დღე, როდესაც მე წამოსულა წირვის ჩასატარებლად და საკადაგებლად, რომ ესეთი გონებაში, ასე ვთქვათ, ქარიშხალი ყოფილიყო დატრიალებული და ფიქრობდი რა, როგორ თქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ ალბათ მიხვდებით ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ხო და დღევანდელი ქადაგება მე მინდა ვთქვა, არაორდინარული ხშირად ვამბობ, ეს უკვე ბუნებრივია თითქმის, იქნება, მაგრამ ქადაგებაც არ იქნება, ეს იქნება საუბარი ალბათ ამ მოვლენებზე და ასე შემდეგ. მინდა ქადაგება დაამტკი, მაგრამ მე მინდა გავაკეთო პროლოგი ჯერ, მერე დავიწყო საუბარი, მერე გავაკეთებ ეპილოგს. პროლოგია შემდეგი, ასე მოვუწევ. საქართველოს გაუმარჯოს, ნაწილი კი არა, საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად და საქართველოს მოთმინების ფიარას. ეს არის ჩემი პროლოგი, ჩემი ქადაგების თუ საუბრის. ეხლა დავიწყოთ ეს საუბარი. მე დავაკვირდი და ვფიქრობდი, რომ რადგან თუ ეხლა რა თქმა უნდა ეს მე რასაც ვთქვი, არ ვამბობ, რომ ესეა ზუსტად სრული ჭეშმარიტება და ასე შემდეგ, ჩემი ფიქრები ეს, რომელიც მინდა თქვენს გაგიზიაროთ. მე ჩემთვის ვიფიქრე, რადგან 35 წლის მგლობის დროს ესე არასოდეს გამჭირვებია, რომ რა ვთქვა და როგორ თქვა და ასე შემდეგ, ჩემთვის ვფიქრობ, რომ ესე იგი რაღაც ამბავი იწყება, რაღაცა იწყება. რაღაც ფაზაში შევდივარ და შევედი თუ ალბათ ამიტომ. ეხლა გზადაგზა ვიტყვი ყველაფერს ამ ამბების შესახებ, უბრალოდ მე ვფიქრობდი, რომ მარხვის დაწყების დროს ეკლესია ქრისტეს ესია მოწყობილი, რომ ჩვენ ვიწყებთ ხსენებას ადამისა და ევას სამოთხიდან გასვლის. ხო და რაღაცა იყო ლაფსუსები კი, მაგრამ იმდენად მშვიდობიან და რაღაცნაირი პერიოდი გქონდა ჩვენ, რა ვიცი, ეს 35 წელი, რომ ადამიანსა და ევას სამოთხიდან განდევნა რაღაცა ვერ აღვიქვამდი, ანუ რა გაგებით, იცი რომ აი ეს ჩვენი საქართველო განდევნა, ეს ადგილია, ხო, ესეც და ყველა ადგილი დედამიწაზე განდევნის ადგილი. რაღაცნაირად მაინც არ მეჩვენებოდა განდევნის. აი სამოთხეში ვარ თითქოს, აი ესე ვფიქრობ. პანდემია ხო ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. ეხლა ამ პერიოდთან შედარებით პანდემია სამოთხე არის ხო? გავიხსენე. ესე იგი რა ფაზებში შევიდა? ჯერ პანდემია, რომელიც ტრაგედია, ნუ იყო ტრაგედია, მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ, რა საამური დრო იყო. ეხლა ხო და რას ვამბობ? მე დავიბადე 1961 წელს. და მე გავაანალიზე, რომ და 61 წელს თითქოს მშვიდობა იყო, თითქოს რა კარგი იყო, გავიზარდე, სკოლა იყო, ხო გახსოვთ ეს პერიოდი, 76-ში დავამთავრე სკოლა. ეხლა აი ამ ამბებმა გამააზრებინა 1961 წელი
მეორე მსოფლიო ომი დამთავრებული იყო 16 წლის უკან იყო მომხდარი მეორე მსოფლიო ომი, სადაც ჩვენი ქართველობა 300,000 გაწყდა, ქართველი კაცი 300,000 გესმით თქვენ. და ქერჩთან მეწერილები მაქვს წაკითხული, ქართველები მოწყობილი ამბავი იყო, რომ ჩაკლეს, იმიტომ რომ ორ დღეში როგორ შეიძლება 100,000 ქართველი მომხდარიყო, კაცო. ან ვინ იყო ის გენერალი, რომ არ გამოიყვანა, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაცა სტრატეგია, რაღაც ხომ უნდა მიიღო კაც. 100,000, სულ 300,000 ქართველი მოკვდა. 300,000 ქართველი მოკვდა და 16 წლის შემდეგ დავიბადე მე. მაგრამ მე რომ ანალიზებდი ეხლა 64 წელს კენედიმ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია და ანუ ჩემი დაბადებიდან თქვა 3 წლის შემდეგ. და გარდაუვალი იყო ომი, წარმოიდგინეთ რა, მე-3 მსოფლიო ომი. კარიბის კრიზისი. ხო, ნუ მეგრად იცი თქვენ ეს ახლა აღარ დავწუნბანდები, მე ჩაიფარცხე ეს ამბავი, მადლობა. 77 წლის ეს მე მახსოვს, დედაჩემი რო კითხულობდა გაზეტა, ეს მახსოვს 77 წელს. მე ვიყავი ალბათ 6 წელს. ჩინეთმა დაიწყო ომი. ამის შესახებ არავინ ალბათ არც იცი. და ნუ ამ რუსების რაღაცა რა ვიცი მე რა იარაღი ჰქონდა, დაადნეს და დაადუღეს და ორ დღეში, 3 დღეში დამთავრდა. ლაზერის რაღაცა ზოგიერთს გახსოვს. ესე იგი გადის ჩემი დაბადების დღიდან 3 წელი, ეხლა მერეში 4 წელი, მერე ავღანეთის 79, ესე იგი რაღაც 8 წლის შემდეგ მოკლედ რუსები შედიან ავღანეთში, იწყება ახალი ომი 1900 მანამდე და გამომჩა 1900 დაახლოებით, ეხლა შეიძლება 1 წელი, 2 წელი ამას არა. მანამდე უნდა მეთქვა 70 წელს ამერიკამ, ვიეტნამი და კამბოჯაში დაიწყო ომი. და 78 წელს, ესე იგი ავღანეთში, ესე იგი ჩემ კიდე და ამ ომებიდან ჩამოვიდა 5 წელი, 4 წელიწად სულ ომები იყო, ეხლა რო ვაკვირდე. ავღანეთში 1979 წელს მე 18 წელს 80 წელს წავედი ჩემი ნებით ჯარში, ახლა მაშინ ნუ ადვილი იყო, რომ იყო ასე თქვა შედა ნაცნობები პულით, შეიძლება არ წასულიყავ ჯარში. მაგრამ მე ახლა ადრე მაგნა ახლა ამაზე არ დავწუნდები, რაღაც პრობლემები მქონდა, ჩემი ნარკომანი არ ყოფილა. მაგრამ მქონდა ისეთ პრობლემები, რომ მამაჩემს უთხარი, რომ მამა წავედი რა ჯარში მორჩა რა, აღარ შემიძლია წრეზე აკნი მოკლედ და წავედი ჯარში. მოხდი კიევში, უпроსტად ბარისპოლი, კიევიდან 20 კილომეტრი, უჩემკა იყო 6 თვე უნდა ვყოფილიყო და მე გაგვიშვებდი სხვაგან და ამ დროს, ესე იგი, ომი ავღანეთში ხო იყო, ეხლა პოლონეთი აჯანყდა. მე რო ჯარში. და ნუ მამაჩემი მოკლედ ჩამოვიდა და ასევე ადვილი იყო იქ. ნაცნობები და ფულით გაკომისიება და გამაკომისიება. თუმცა მართალი გითხრა კი ვეუბნებოდი, კაი რა ძალიან მომეწონა უკრაინელები, იქ ვიყავი 3 თვე ჯარში, 3 თვე გოსპიტალში, ნუ რომ უნდა გაკომისიებდე ესე იყო და მე გამო 6 თვის მოკლედ მამაჩემმა პოლონეთში გადაგისვიანოთ, გვეუბნებოდი თუ ჩვენ ეს ბატალიონი გამოვიდა გენერალი და გითხრა მოემზადეთ ყველა ჯარისკაცი იმაში, რა კი იაპონია რა იყო, პოლონეთში უნდა გადავიდეს ჩვენი ბატალიონი. ხო და ნუ ეს უბრალოდ მივწერე მამაჩემს გავაგებინე, რომ შეიძლება პოლონეთში ავიდე, რომ ამიტომ ჩამოვიდა და ხერები მოხდა ისე, რომ მეც არ შევეწინააღმდეგე და იმეულებს არ მინდოდა ის კი არ მინდოდა ხა პოლონეთი და პოლონეთის ხალხის ხოცვა, რაღაცა მომეწონა იქავნ, რა კარგი იყო, დავახლოვდი უკრაინელებს. ძალიან შემიყვარდა, შეუყვარდი იმ ხალხს, ვისაც ვიცნობდი, ძალიან უყვარდი და რაღაცა საინტერესო იყო ჩემი ცხოვრება იქ. ნუ ჩამოვედი ესე იგი 91 წელს და სულ მალე ეს იყო ისევ რამოდენიმე წლის შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობა. მახსოვს უკვე მდელი ვიყავი რაჭაში და უკვე იარაღი ავტომატიანი ხალხებმა დაიწყეს სიარული, იქ ვიღაც გადმოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომ რაჭველები ერთი პერიოდი შეიარაღდნენ, გავაკონტროლოთ ჩვენი რაწყა. ამ მთელი ამბები ხო გახსოვთ, მე
მთელი ამბები იყო ეროვნული მოძრაობა 2 წელი, 3 წელი, ბოლოს მოხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა ძალებმა და ზვიადი მოვიდა, ესე იგი საქართველოში და ნახევარი წელი ამყოფეს ჩვენ პრეზიდენტი და ჩვენ ამ დიდ სიხარულში დამოუკიდებელ საქართველოს მე რაც მოხდა ხო იცი 92, 93, 94, 95, 96, 97, 98 წელი იყო დიდი გაჭირვა, უსინათლობა, უგაზობა, არაფერი არა საღამოს რო დაბრუნდებოდა გამოხვიდოდი, ნიშნავდა რომ საცვლებით შეხვიდოდი სახლში. ყველაზე კაი ვარი. იცით და ვიცით და რაები ვარ გადატანილი, ისეც ჩემ 5 პატარა ბავშვი მყავდა მაშინ და ძალიან ბევრჯერ. ნუ ძალიან ბევრჯერ თუ არა, რამოდენიმეჯერ ამ მნიშვნელობა აქვს, მე ჩემი მეუღლე და ბავშვები ვიწექი ხანჯრის რაფის ქვეშ ავტომატების სროლაში, რომ თქვი არ შემოვარდნილიყო სახლებში, იცით თქვენ ყველა უნარში რა სროლები, რა ამბავი, რა გადავიდა. ეხლა პარალელი გავვეთ ადამისა და ევას გამოძევება 64-ში და რასაც მევყვები, აი აქ დატოვებას მათი და მარე შთამომავლების და ჩვენც ადამი და ევას შთამომავლები ვართ. გამიგეთ? ხო და აი ესეთი ამბებია და აგერ 2000 სულ მალე და სულ ცოტა ხანში მე მოვიდა დემოკრატიული მთავრობა და ვიყავით განხარებული, იმიტომ რომ ქართველი კაცი, რასაც ხა მე მაპატიოს გამონაკლისები არის, რა თქმა უნდა, ეხლაც მოვანალიზებ, ბევრი შეცდომა ქონდა, რა თქმა უნდა, ზვიადის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იმ დროს ეროვნული მოძრაობის ზვიადის გვერდზე შენი იდეით რო არ ყოფილიყავ, რო არ იმის გვერდით არ დგომა, ნიშნავდა საქართველოს ღალატს, მე ყოველ შემთხვევაში ესე მე და მამაჩემს ესე გვეგონა, ესე ვიცი. ესე გჯეროდა და ესე გწამდა. ნუ იმის გამო რომ ყოფილიყავით ეროვნულები, ყოფილიყავით ჩვენ ტრადიციებზე, ყოფილიყავით მოკლედ სულით ქართველები, არ გვაპატიეს და ბოდიში და დედა გვიტირეს ამ წლებს იცით თქვენ რაც ვიქნეს. სხვათაშორის ბევრს არ ახსოვს და ზვიად გამსახურდიას ეხლა ვცელდება უკვე გადაგდებული პრეზიდენტს ეკითხებიან, ვინ არის დამნაშავე? თქვენ სამ გადაგდებაში და ამ ეროვნული მოძრაობის დამხობაში. მე ხა არ მინდა პოლიტიკაში ჩავივა, ეს ვცელდება და მოისმენ თქვენ და მოვა თქვენ ამბებს და ნახავთ რას ამბობს კანონიერი პრეზიდენტი, ჩვენი ზვიად გამსახურდია, ვინ დაამხო იგი. ასევე გაგახსენებთ, რომ ზვიადი მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ, მებრძოლი ყოველ არა ქართულის წინააღმდეგ. ხო? გაგახსენებთ იმ პერიოდს, ისინი ვინც საქართველოს სისხლის ზღვაში აბანავან, ყბიროდნენ, გვაჯერებდნენ, წერდნენ, რომ ის იყო რუსეთის აგენტი. ზვიად გამსახურდია. რაღაც პარალელები შეგვიძლია ეხლაც გავაკეთოთ. ხო და ეს ამბავი გრძელდება. ამ დროს მოხდა ომი კიდევ მე ჩემ ცხოვრებას გიყვებით რა სულ ომი მე გავანალიზებ. მე ხა გიყვებით გლობალურ ამბებს, თორე ამ ყოველ 4 წელიწადში რომ რაღაცა უბედური ომები იწყებოდა, ამ 4 წელიწადში პირადი ცხოვრების ომებიც ხო გქონდა, მე გიყვებით რა არის ეს ცხოვრება, რომ ადამი და ევა რომ 64-დან იქნა გამოძებული და რა ცხოვრებაში გამოდევნილი იქნა, აი ჩვენი ცოდვების გამო. რა ცხოვრება ეს ცხოვრება ზოგს 64 გონი. ამ გლობალური ომების გარდა ჩვენ პირადი ომებში ხო ვიყავით, აი მაგალითად რომ თვალსაჩინოებისთვის მე მქონდა პირადი ომი ერთხელ მე ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაკაცები მქონდა რაღაც ისეთი პრობლემა მქონდა და წავედით საომრად. იქითა კლანი, აქეთა კლანი და მივდიოდ ნაჯახები, დამები და მთელი ამბავი. გესმით თქვენ? დაჭრილიც ყოფილვარ ალბათ, ეს არის ბავშვობა და ეს არის. რა სად არ გადავჩენი ვარ, როგორ არ გადავჩენი ვარ და ალბათ თქვენც გახსოვთ, თუ ესეთი რამე არ ქონიათ, ის მაინც ქონიათ, რომ გახვიდოდი ქუჩაში, ომი იყო, ხო, იქ ვიღაც ძველი ბიჭები, იქ ვიღაცა რაღაცა, მოკლედ ხო აი ესე ვერ გახვიდოდი ისე, რომ უბრალოდ გასულიყავ. ესე იგი, და მშვიდობიანად და კარგად, რაღაც პრობლემები ყველას ჰქონდა, შიდა ომები.
ესე იგი მერე მოხდა რუსეთთან ომი 2008 წელს ამ ომმა ჩემზე დიდი გარდატეხა იმოქმედა ძალიან მინერული იმიტომ რომ მე იცით ახლა სააკაშვილის მომხრე ვიყავი და ჩემთან რა ხალხი დადიოდა აღარ ვიტყვი ახლა უამრავი ხალხი სააკაშვილის ძმა და რა ვიცი ყველა და რა ვიცი მე ყველას კარგად უყურებ და ყველას ლოცავ სევდია და უამრავი კიდე სხვა მაგრამ მე მქონდა უკვე იმედ გაცრუება იმიტომ რომ რატომ აღმოჩენილიყო საქართველოს ომში მე მქონდა იმედი ამერიკის მე მქონდა იმედი ევროპის ამ რუსეთს დაუძვერით და უცებ რაღაცა ხდება გაუგებარი ვეღარ გავიგე რა ხდება რა ხო და ამ დროს ჩემი შვილი დავითი იცით ახლა იმას კი არ ვამბობ მე ჩავრება რომ შვილს რო აქებ და ასე შემდეგ არ მიყვარს ეს ამბავი რა მაგრამ უბრალოდ ყვები რა დღეს აღარ შეიძლება უკვე რაღაცაზე ყვები იმიტომ კი სიამაყის გამო ტიპაჟია ესეთი დავითი რომ დავითი არის თავდადებული კაცი როგორც მე უყურებ რა დადებს თავის მოყვას ისთვის ნუ ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის ესეთია და იმ მომენტისთვის ესე რას ვიზამ თვალეს კაცი მარიცის თითოეულ ჩვენთან ხო და დათო მითხრა რომ უნდა წავიდე ომში ეხლა კი მივხვდი ეხლა რაღაცა საშინელი ომი იყო და გაუგებარი ომი იყო მაგრამ როგორ უნდა უთხრა ეხლა შვილს ზოგიერთი პოლიტიკოსი რო ეუნება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა დღეს რო ყვირიან ომი გვინდა და ჩართვა გინდა და მეორე ფრონტზე არ დაიჯერო სულ ყველა გაიქცევა პარიზში ამერიკაში და ჩვენ დამჩებით აქ ეს იყო ნახეთ უკვე ერთხელ ჩვენ ნახეთ ეს და მე რაღაცნაირად ერთი მომენტი ბრძოლა მქონდა რომ და უთხარი კიდევაც აი მე წუხვარ ამისთვის მაგრამ უთხარი რომ мама რაღაცა გაუგებარი ამბავე იქნებ ცოტა ხანი თავი შეიკავ და რას ამბობ ამო რას მეუბნებიო და კაი მეთქი დიდი პატიება ვითხოვე დავუცე და გავუშვი დავითი ომში მაგრამ რო გავუშვი უკვე ტიროდ ვიცოდი ის ამ ომში თუ ჩაებოდა ის მოხდებოდა იმიტომ რომ ის არისო არ არის მე ასე უყურებდი ყოველ შემთხვევაში ის პიროვნება რომ იქ დაჭრილი მიეტოვებინა გამოქცეულიყო გამორიცხულია დავითისგან და ვიცოდი რომ ეს უკვე მტარი იყო რა და ტიროდი ის ღამე ტიროდი მე რომ ნახე მეთქი საქართველოსთვის თავდებს და რა გატირებს კი უზრობა ესეთი იყო მე რომ ნახე რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რიგები იყო ეხლა მიწვილის თავის შვილებიან იმიანად ზოგი მანამდე გაუშვეს თავის შვილები და ასე შემდეგ მაგრა გაუბრაზდა გამოვედი წყობიდან მე მეგონე რომ ესენი გულანთებული სამშობლოს მოსიყვარულე ხალხი ალბათ პირველი თვითონ იქნებოდნენ იქ ფრონტზე წინა ფრონტზე და ბოლო ჩემი შვილიც მიდის თორე ეგ გარბია სულ ყველა და ჩემი შვილი მიდის აგებდა მადლობა ხმეც ერთადერთი რაც კარგი მოხდა რომ კაპიტულაცია და ალბათ კარგი რა ვიცი ზოგი ხსნის რომ არ არის კარგი და არ არის კარგი ახლა ესე იგი მე რომ მიყვარს უკრაინელი რაც იქ გავიცან და ნერვებზე ვარ რომ უკანასკნელ უკრაინელამდე ეს საშინელება მოათხოვეს ეს ხალხი ჩემოძვებას ვინმე რომ მე მითხავს უკანასკნელ ქართველამდეო ვიბრძოლებთო და აქ მეორე ფრონტი გაიცა მივხვდები რომ ის მგელია და ჩვენის ბატი ტასიკოები თუ ამას დავიჭერე ხო და მოკლედ ომმა რაც მოგიტანა ხო გახსოვდა რა დღეში ვიყავით და თელია ნუ მე მოვიდა ეს მთავრობა 2012 წელს მართალია ეს 10 წელი უპრეცედენტო აი ამ ამბებში რაც მე გიყვები ის საოცარი ამბავი ხდება მშვიდობა სასწაული ამბავი ხდება მაგრამ პარალელურად რა მშვიდობა აგერ უკრაინაში რა ომი მიდის ხო დღეს ხვალ წკიპზე დგას შეიძლება ატომური ომი დაიწყოს დღეს ხვალ ეს ნუ რასაც ნიშნავს ეხლა ამას რომ ვივარაუდოთ რა მოხდება აღარც უნდა ვარაუდოთ რა იქნება წკიპზე დგას როგორც არასდროს ისეთი საშუალება არის მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია მაგრამ აი გლობალური მასშტაბით რომ გადავიდეს და ეს მიტინგი ახლა რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად მართალი გითხრა ერთი 20 რაკურსით
შევხედე ამ მიტინგს აქედან, იქიდან, გვერდიდან, ზემოდან, ქვემოდან და აი ესეთი დასკვნა გამოვიტანე. იქ იყო ძალიან ბევრი 14, 15, 16, 17, 18 წლის გოგო ბიჭები, მათ შორის ჩვენი მრევლის წევრები, მათ შორის ჩემი ნათესავები უახლოესი, მათ შორის ჩემი შვილები არა, ჩემი ნათესავები მაგრამ უახლოესი, მათ შორის მეზობლები, მათ შორის ასე ძალიან გამიკვირდა მაგრამ უბანში ძველი ბიჭები და ასე შემდეგ. ჩემი უახლოესი ხალხი, ჩემი სული, გული, ჩემი საყვარლები, საყვარელი მრევლის წევრები, ჩემი ბავშვები და ასე შემდეგ. მე აი ამ რაკურსით შევხედე ერთი, რომ ვიყო 17 წლის და ხო ვიყავ 17 წლის და 16 წლის და ენას ქართულს რო გვართმევდნენ რუსები, ხო მივედი იქ და თავსაც ვდებდით. აი ესე თუ არიან ეს ბავშვები, როგორ შეიძლება რომ უბრალოდ უნდა გაგიხარდეს ნამდვილად, რომ აი ესეთი აღდგინებით, ესეთი თავდადებით ეს ბავშვები მე ვფიქრობ მოტყუებული, მაგრამ ეს სხვა არ მოტყუებულზე არ ვლაპარაკობ, მე ვამბობ რომ ასე იწამეს ამ ხალხმა და ძალიან კაიქნეს რომ გავიგეთ. მაგრამ აი ეს როგორ შევაფასო ჩემო ძვირფასებო, რომ ბომბებს რო ესროდნენ ქართველი თან კაიფში მყოფი და როგორ უთხრა მე და როგორ თქვა, რა გმირობა იყო დღეს რომ გამოდიან, აი გმირები. ესენი არიან გმირები? რომ ბომბას კოქტეილი კი ბომბაის ბენზინის მომტვარს ესროდნენ, რასაკეთებდნენ, ქაშვეთის კედლებზე რა დაწერეს, ღმერთზე რა საშინელებები დაწერეს, ჩემო ძვირფასებო. გია მაისურაძე კიდე გიმეორებს სუხმელას მე ვლოცავ და ბედნიერებას და ჯანმრთელობას და ბარაკას და მშვიდობას უსურვებ. გია მაისურაძე, რომელმაც მართლმადიდებლობის ზეიმის წინ დადო, რომ უნდა გავწყვიტოთ მართლმადიდებლები და უნდა საბოლოო იერში მივიტანოთ, მე მეგონა მართლმადიდებლობის ზეიმი რო იყო, ამიტომ დადო მეთქი, თურმე იცის რაც უნდა მოხდეს და აგერა, იქ იყო ბრძანდებოდა და ლანძღავდა პატრიარქს, ეკლესიას და ყველას მართლმადიდებლობას. აი ეგენი როგორ უნდა ვაკო? LGBT პიროვნულად არავის არ განვიკითხავთ ჩვენ, პიროვნულად. ყველანი ადამიანებია ვართ და ვინ რას ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვინ რას ვიზამთ არ ვიცით. მით უმეტეს ეს ისეთ საშინელი, ახლა ამის შესახებ სხვა დროს ვილაპარაკო და პატრიოტობის და ქართველობის სახელი როგორ შეიძლება საქართველოს მოყვარული იყოს LGBT წევრი. საქართველოს და LGBT-ობა ეს აი როგორ ზეთი და წყალი ერთმანეთს ვერ შეერევა, რაც არ უნდა ურიო და ურიოსი. ეგ არის პატრიოტი, ეგ არის ქართველობა და ეხლა გავჩერდეთ და მე მინდა დავამთავრო იმით ჩემი გადაგება, რომ აგერ უკვე 61 წლის კაცი ვარ. 1961 წელი ხო დავაფიქსიროთ, სულ 16 წელი იყო რა დამთავრებული იყო. ეხლა წინ რა ომი გველის, 1 წლის შემდეგ 2-ის თუ 15-ის თუ 16 თუ რა, ყოველ შემთხვევაში რა ომი გველის და ომი არის, ომში ვარ ჩართული. მაგრამ მეორე ფრონტის გახსნა რომ უნდა, ეს უკვე ცხადზე ცხადია, სიხარულით ყვიროდა ის ქალბატონი, ის ამერიკელი. მაიო და სუნი მცემსო კიევის მაედნისო, გესმით თქვენ როგორ ვწირავენ, გესმით თქვენ, აქეთ ახლა რუსეთი ერთ ამბავშია რასიზმს არ ვიცი, გაბრაზებულია, მოკლედ, ეხლა ცოტა დავმზიმდი და ცოტა იმაში გადავიდე, ცოტა სახუმარო იმაში. რა გამახსენდა იცი? მეგრული ტვინი ხო იცი? მადლობ ღმერთს რომ მეგრული სისხლი მაქვს და კოლხილი ვარ თავიდან ბოლომდე. გურული 80%, 15% მეგრული და რამდენი დარჩა? 5% იმერე. აი სუფთა კოლხი, სუფთა წყლის კოლხი. აი მეგრული ტვინი რა? ნამდვილ ამბავს გიხვევ, შეიძლება ცოტა გამუქებულია, მაგრამ მე ესე ვიცოდი და ესე მომიყვეს. რომელიღაც დიდ მეგრულ სოფელში, აღარ მახსოვს რომელში, თავი სოფლის ისა შევარდნაძემ როცა დაამხო კანონიერი
პრეზიდენტი, კანონიერი მთავრობა, ნუ შევიდნენ გახსოვთ სამეგრელოში ყველგან შევიდნენ აჭარის გარდა და სამეგრელოში ერთ სოფელში შევიდნენ, იქ იყვნენ ზვიადის მომხრეები. ეხლა ცოტა ვახალისებ ამბავს. ამდენი მძიმე იმის შემდეგ. და შევიდნენ და გამგებელმა დაისვა თავის მოადგილეები, ქვეშევრდომები, ხალხი და თქვა რა ვქნათ კაცო, ბიჭო ზვიად შემოდის შევარდნაძის ჯარიო და რა გავაკეთოთ ზვიადი უყვართ ახლა ამ ხალხს და მეგრული იმით პრაგმატული კუთხით მიიღეს გადაწყვეტილება. მოდიო ეგენი რომ შემოვლენო რაღაცები არ გვიქნათ და ვითომ რაღაც მოხრეები ვართ რა, ყოველ შემთხვევაში და გააკეთეს პლაკატი და დააწერეს. გაუმარჯოს სოფლიოში ყველაზე დიდ გამოჩენილ პოლიტიკოს ედუარდ შევარდნაძეს და მის მომხრეებს. პლაკატი დახვდა. ნუ ეგენი შემოვიდნენ ახლა ჯაბა ისინი შეხედეს გამოხედეს, ჩვენი ხალხი ალბათ იფიქრეს და ალბათ დაინდეს. გამართლა. მაგრამ სულ მალე გახსოვთ ეგ პერიოდი ლოთიკოპალი ეგ ზვიადი მოდიოდა და მოკლედ ზვიადის მომხრეები შემოვიდნენ ყველგან და მათ შორის ამ სოფელში. ნუ ამათმა გაიხარეს და მართლა უკვე გულითადი პლაკატით შეხვდნენ. გაუმარჯოს ისა კანონიერ ჭეშმარიტ პრეზიდენტს, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს მის მომხრეებს და ოვაციებით შეხვდნენ. გავიდა დრო და იცით ისე მოდის შევარდნაძე. თავის ამსონებით და რა გავაკეთოთ რა და არ ვიცი ეს ხუმრობა იყო მე ესე მივიღე. მოდიო დავწეროთ პლაკატი რომ მე ვინც მოვიდა გაუმარჯოს. დიპლომატი, ძალიან დიპლომატი. მეგრული ძალიან დიპლომატი. ერთი იყო კიდე ესეთი შემთხვევა. კიდე იყო ერთი შემთხვევა. ჩემთან მოვიდა, ჩემი მრევლი არა, მეგრელი კაცი იყო ოღონდ. აქეთ რომ მოდიოდა, ჩემთან მოდიოდა და ერთი პრობლემის წინაშე ვდგავა. რა პრობლემის მეუთხარ? ჯო ხიდიო თუ რაღაცას ამბობდა, ნუ პირობითად ხიდი. აქეთ განონო კაცო შევარდნაძის მომხრეებიო, იქით ზვიადის მომხრეებიო, თვითონ ზვიადისტი. აქეთო რომ მივალო კაცო, მეუნებიანო მამაო, აგინე შევარდნაძეს. ხო და რა ვქნაო და ვაგინებ ამ შევარდნაძეს არ გამატარებდნენ იქით. შევარდნაძეს კი არა კაცო, ზვიადის აგინე. თორე არ ვაგინებ ამ ზვიადისო და ისი არ გამიშვები და მივალო. ეხლა მივალო იქ ლოთიკოპალი და ისე იმდგენ და ეხლა ისინი იქ არ მიშვებდნენ შევარდნაძესთვის რომ არ მიგენებია. ისა თუ არ შეაგინებ შევარდნაძეს არ შეგიშვებო და ვაგინებ შევარდნაძეს. მე უთხარი ბიჭო გინება ახლა არ შეიძლება მე უთხარი და რაღაცა მაინც თქვი დედავად არაო მე ვთქვიო მაგრამ მე მოწონე კან ასე მითხეს შეაგინებ. ხო და ეხლა რა უთხრა ეხლა ამ კაცს მე უთხარი არ ვიცი რა გითხრა რა გირჩიო გინება არ შევა რა. ხო და მაშინ მამაო მე უნდა ასე გავაკეთებ. ასეც ვაკეთებო და ესეც გავაკეთებ. რომ ივა შევარდნაძის პიკეტირების შევარდნაძის ხალხის პიკეტირების ადგილზეო გულით შევაგინებ არა რომ ივალო იქო უგულოდ შევაგინებ ზვიადის. აი იქ რომ ივალო იქო ზვიადისტებთან რომ ეთქვა შევარდნაძე აი მაშინ გულით შევაგინებ შევარდნაძეს. ხა შეიგინე და ეგრეხიანად და გამეცინა აი რა ცოტა რაღაცას ქართველების სასაცილო ამბებიც იყო. ხო და ეხლა თან ვარ და თან ძალიან არ დავიგრუზო ჩემო ფასებო. მე მინდა საბოლოო რეზიუმე გავაკეთო რა თქმა უნდა ამ ამბების შესახებ ჩვენ დავუბრუნდებით ვილაპარაკებთ. მე მინდა ვთქვა ჩვენ ყავს ბავშვები, გულათები ბავშვები და მათ უნდა მიმართულება მივცეთ. კარგად რასაც შევძლებ. ხო კიდე ერთი რამ 10 წელია Facebook-შია ჩვენი ახალგაზრდა შემძვრა. რა ძალა ამ ტელეფონს თუ რა ქვია ამას ინტერნეტს თქვენ ყველამ კარგად იცით. ერთი შეხვალ და მოჯადოებული ხარ. მე მაგალითად რაღაცა ერთი პერიოდი იყო, აი სულ ახლა ხარ. რომ ის დამაინტერესა, ეს დამაინტერესა, ის დამაინტერესა, ვეღარ გამოდიოდი. ამდენ სანამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ წაართმევს ადამიანს ქრისტიანობას. ამიტომაც არის ალბათ ესე რაფინირებულად, ესე გაკეთებული, ესე თელესოფლი მუშაობს. ის ბოროტი ძალები თორე არის, კაი ფილმებიც არის, კარგი გადაცემებიც არის და ასე შემდეგ. გამოყენებაც შეიძლება კარგად. აი ეს ახალგაზრდობა
მე არ ვამბობ ხა მიტინგის ახალგაზრდობას, დავანებოთ მიტინგსთან. ახალგაზრდა ჩვენ, როდესაც 24 საათი აფილმებს ამ ყველაფერს უყურებთ და ეხა იმაზე არ შევა ეხა ახალგაზრდა ხო გესმით ეხა ფლორა და ფაუნა და ის შედიან რაზეც შედიან ვიცი ჩვენ არა მარტო ახალგაზრდები ჩვენც კი გვიჭირს და ჩვენც რა დღეში ვარ დიდი ძალისხმევაა საჭირო რომ ამ ჯადოქრულ ასე ვთქვათ ნამდვილად ჯადოქრობას თავი დააღწევ. ხო და 10 წელი აი ვთქვათ 12 წლის ბავშვები, 14 წლის ბავშვები, 10 წელი უკვე 24 წლის ამან ყველაფერს მოამზადა ეს ხალხი რომ დააკარგვინა ქრისტიანობა. ამის საფირწონოდ ეხლა რა გვდელი გამოდის ქადაგებას ამბობს ვინ მოусვეს გულის ქადაგებას თუ მორწმუნე არ იქნება. ვინ მოусვეს გულის ქადაგებას როცა ულამაზეს სანახაობებია რა დონეზე გაკეთებული და შიგ კიდე ანტიქრისტიანული იდეები ისე ლამაზად და კარგად არის იქ ნენელა უყურებ ისეთ უღირსებას ნახა უცე ისეთ უღირსებას გამეორებაც არ არის მაგრამ იმდენად ჩათრეული ხარ გძნობ რომ ამას არ უნდა უყურო უკვე მოაშო აქ ლაპარაკი მარტო პორნოგრაფიაზე კი არა კიდე იმაზე რომ აი ნათესაური და ასე შემდეგ და ფროიდიზმი მოკლედ ფროიდიზმის ფეიერბერგი და მაინც აინტერესებთ ახლა როგორც მაინც უყურებენ მაინც ეს ფიტავს ადამიანს დაკარგვინებს ქრისტიანობას. გამიგე? საშინელება. თლიანად იდგუნება, თლიანად კვდება სულიერად ადამიანს. და აი ეს არის მოდის ესეთი თავი. მე არ ვიცი ხა ამას რა შეიჭრებს. და ერთი იმედი მაქვს მარტო რომ ინდივიდუალურად ჩვენ ვიცით რომ წერია აპოკალიფსში მე გულზე ყოველი ადამიანის გულზე ვაკაკუნებ ანუ ამ ბავშვების გულზეც დააკაკუნებს ღმერთი ბოლომდე და ცხოვრებას ისე მოაწყობს რომ თუ მათი ნება იქნება რომ მოტრიალდნენ აუცილებლად აი ეს იმედი მაქვს და ბოლოს მე მინდა და აღარ მოგაწყეთ რომ კიდე ბევრი ამის თქმამდე მაგრამ იმას ვიტყვი რომ აი მამრაფერის მაგალითად გამიგძე და მამრაფერს უწერია როდესაც ეს ამბები ხდება რომ უკვე ანტიქრისტიანული ძალები იპყრობენ ყველაფერს და ჩვენ გულებს და ზემოქმედებენ შანსი არის გადარჩენის მამრაფერი ამბობს რომ თითოეულმა ინდივიდმა მართლმადიდებელმა გააძლიეროს ლოცვა ლოცვის გაძლიერებაში ის კი არ წარმოიდგინოთ რომ აიგო დიდი პარაგრაფი 9 პარაგრაფი უნდა წაი ეს კი არა ლოცვის გაძლიერება მეზვერე როგორ განმარტდა ღმერთო მილხინე მე ცოდვი სამას და შემიწყალე მე ამ პატარა ლოცვით განმარტდა თვითონ შინაგანი მდგომარეობა ესეთი უნდა კონდეს რომ ღმერთს პატიება თხოვ და თუ ეს იქნება 1-ისგან 2-ისგან 10-ისგან 20-ისგან და იმედია საქართველოში 1000-ები და 10,000-ებით ღმერთი ჩვენ სასჯელს გადაწევს ან საერთოდ არ დავრჩეს. აი დიდესი მნიშვნელობა. და ჩემი ბოლო განცდა და მე ვიტყვი პროლოგს და ამით დავასრულებ. ჩემი ბოლო განცდა და აღქმა ეს იყო რომ როდესაც ამ ამბებს უყურებდი, როცა კოქტეილს ესროდნენ, ბომბებს ესროდნენ ქართველ პოლიციას, როდესაც საყვარლები კაცო როგორ შეიძლება ეს თავზე ბენზინი ესხა ცეცხლიანი ზოგი ეხლაცებ როდესაც ღმერთზე ცუდს წერდნენ კედლებზე საშინელებას ვერ გავიმეორებ როდესაც ყვიროდნენ კაიფში იყვნენ მე იმ ნაწილს კი არ ვამბობ ბავშვებზე რო გითხარ და ზოგიერთ სტუდენტზე და აი ამაზე ამ პოლიტიკურ და ესეც აქ ვხედავდი სატანას ეხლა ვინმე რომ მითხრას აი ახლა ამან დაიწყო ის რა ქვია ხედვები აქ არა ხედვები კი არ მაქვს თვითონ საქმით შეიცანითო ქრისტიანობს ვინა ვარ საქმით შევიცანით რომ აქ სატანა იქ სატანა იქ გამიგე აბა როგორ შეიძლება და ეს რაც მე მოვყევი სატანა იქ სადაც არის სიკეთე იქ ჩდება ღმერთი სადაც არის ბოროტება იქ ჩდება ეშვაკი აი ამ კუთხით ვამბობ რომ ხედავდი სატანას და მეორე თუ შვიდობა იქნებოდა და მადლობა ღმერთს შვიდობით დამთავრდა მე ვხედავდი ღვთისმშობელს
და ყველა ამბობს, ეხლა მღვდლებსაც ვკითხე, ჩემ მეგობრებს, მრევლის წევრებს, ყველანი ღვთისმშობელზე ლოცულობდით და ჩვენ არანაირი ძალა არ გაგვაჩნია საქართველოს რა ძალა უნდა გააჩნდეს ჩემს ვიფასებო პოლიტიკური მსოფლიო მაფია ხო ებრძვის რავის ვის ყველაფერს და მათ შორის საქართველო არ უნდა დარჩეს მე ესე მჯერა და ფაქტი ეხლა რომ აღარ მინდა განადგურება ჩვენი ხალხის მაგრამ ჩვენ ცოცხლ წარმოიდგინეთ ჩეჩენეთში ომი იყო რუსეთმა დაადუღა ჩეჩენი 200,000 ჩეჩენი მოვდა ისე ცოტანი იყო ძალიან მიყვარს ჩეჩენები განსაკუთრებით იგუშენი გიჟდები იგუშენზე და მათაც ძალიან უყვაროთ და ეხლაც მიყვარს მაგრამ მოკლედ რაზე ვარ გაწყდა ჩეჩნეთი ვინც არიან ლეთვაუშვილოს არიან და ძალიან კაი თუ არის პარალელურად რუსეთს ებრძოდა ორი საქართველო და ჩეჩნეთი ჩეჩნეთი გაწყვიტეს საქართველო დარჩა მე ვხედავ ამაში ღვთისმშობლის ფარველობას არა კი არ ვხედავ გამორიცხულია სხვადასხვა ჩვენ აპოლიტიკური ძალა არაფერი არ ამგვაქვს რუსეთი რო წამოვიდა უკრაინაში მოხედავ რა ქეს აქ რო წამოვიდა რუსეთი სამდღიანი ომი იყო ხო აქ რა რუსეთმა დაიხია უკან რუსეთმა დაგვინდო თუ რა ღვთისმშობელმა დაგვიფარა ხალხო სხვა აი ლოგიკურად ეხლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ღვთის და ღვთისმშობლის იმედი დანარჩენი გამორიცხულია და ის რაც მეკითხარ სამრაფელმა გაწყვეტა ეს არის ჩვენი იმედი და იმედია დაგვიფაროს 2023 წლის მარტია წარმოიდგინეთ ჩვენი ისტორია ვიდრე აქამდე ანუ ღვთისმშობლის ფარველობა რო არის ამას ჩვენი ისტორია იქიდან აქამდე და 85% მართლმადიდებლები ვართ ჯერჯერობით დღევანდელი დღის მონაცემები ესეთი აი ამ მთელი საუკუნეების უამრავი ეკლესიების შენდება უამრავი და ყველა ეკლესიაში წირვა მიმდინარეობს მათ შორის ჩვენ ეკლესიაშიც ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის ფარველობა და ბოლო პროლოგი ისა ეპილოგი მინდა ესე დავამტკიცო ცოტა ხუმრობით, ცოტა სინამდვილე, რა ვიცი, ან დიდი ხუმრობა და დიდი სინამდვილეც, მოკლედ პროლოგი ჩემი ესია. ისა, ეპილოგი ჩემი ესია. ესე იგი, შეთქმულების თეორიის არ ჯერა, მაგრამ შეთქმულების პრაქტიკის ჯერა. ჩვენთან არსებობს. არ მოცოდა გაგახსნა.